მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი ანონიმური ფაქტები. მსოფლიოში ძალიან ბევრი სპორტის სახეობაა ცნობილი. ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჩოგბურთი, გეცნობათ ჩამოთვლილი სპორტის სახეობები. მოდი ახლა სპორტის ისეთ სახეობებზე ვისაუბროთ, რომელიც თქვენთვის უცნობია. მაშასე დავიწყოთ. ცოლის ტარება. სპორტის ეს სახეობა ფინეთში გაჩნდა. მამაკაცებს ცოლები ყავთ აკიდებული და ისე ეჯიბრებიან ერთმანეთს. მათ სხვადასხვა დაბრკოლებები ხვდებათ. სპორტი მე-19 საუკუნის ლეგენდაზეა დაფუძნებული ყაჩაღ როკენინის შესახებ. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ყაჩაღი როკენინი და მისი ბანდის წევრები მეზობელი სოფლებიდან საჭმელს იპარავდნენ, ქალებს იტაცებდნენ და ისე გარბოდნენ. ცოლის ტარების ჩემპიონატი ფინეთში ყოველწლიურად ტარდება და გამარჯვებული თავისი ცოლის წონის ლუდს იღებს. მატლების მოზიდვა. სპორტის ამ სახეობაში მონაწილეებს ეძლევათ 3 კვადრატული მეტრის მიწა, საიდანაც მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მატლი უნდა ამოიყვანონ 30 წუთის განმავლობაში. რეკორდი 10 წლის სოფი სმითს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიწიდან 567 მატლი ამოიყვანა. ფეხბურთი ბუშტებით. ეს სპორტის ახალისოა, არა მხოლოდ მონაწილეებისთვის, არამედ მაყურებლებისთვისაც. მონაწილეებს გამჭვირვალე ბუშტები აქვთ წამოცმული. თამაში ნორვეგიაში გამოიგონეს 2011 წელს. სპორტში ორი გუნდი იღებს მონაწილეობას და თითოეული მაქსიმუმ 5 ადამიანისგან შედგება. წესების მიხედვით თითოეულ გუნდს მინიმუმ 1 ქალი მოთამაშე მაინც უნდა ყავდეს. მორის დაგორება. ორი კონკურსანტი ცდილობს წონასწორობა შეინარჩუნოს მოცურავე მორზე და ამასთანავე ბალანსი დააკარგინოს მოწინააღმდეგეს. მონაწილეებს ამასთანავე შეუძლიათ ერთმანეთის წყალში გადასაგდებად სხვადასხვაგვარი ტექნიკა გამოიყენონ. მაგალითად მორზე ფეხის დარტყმა, მიმართულების შეცვლა და ასე შემდეგ. თუმცა მათ ეკრძალებათ ერთმანეთის შეხება და მორის ცენტრალური ხაზის გადაკვეთა. სპორტის ეს სახეობა მოითხოვს ბალანსის შენარჩუნებას და ფეხების სიძლიერეს. დღევანდელი ვიდეოც ამით დასრულდა მეგობრებო. ამ არხისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვიდეოს რამდენი ნახვა ექნება. მთავარია ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ. თუ რა თქმა უნდა მოგეწონათ. მე ეს დამეხმარება იმაში, რომ მეტი ვიდეო მოგაწოდოთ თქვენ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე დროებით.